გავძლებთ და მოდი ახლა გავაკეთოთ აი ესეთი დეტალი და მთელი აზრი ამ დეტალის გაკეთების არის ის, რომ ვისწავლოთ როგორ იმუშაოთ ესეთ მომრგვალებულ ცილინდრულ ფორმებთან. მთავარი ბაზისი ცოდნა რაც გჭირდებათ არის ის, რომ თუ გვინდა მივიღოთ ესეთი მომრგვალებული მრგვალი ობიექტი, საჭიროა 8 კუთხედი, იდეალური 8 კუთხედი. იმიტომ რომ ზუსტად 8 კუთხე იდეალური, ანუ ნიშნავს, რომ ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია. მოდი გავაკეთებ ესეც, გავიგებ ცილინდრს, აი ამ გვერდზე. ავწევ ზემოთ და ხედავთ, რომ აქ 8 კუთხედის მაგვირად ბევრი კუთხედი გვაქვს და შემიძლია ისე მოვიდე, დავაჭირო ამ პრილაქს, ავაჭირო პოლიცილინდრ, დავაჭირო აქ 4 კუთხედს და ხედავთ, რომ 20 გვერდი გვაქვს აქ. მოდი დავწერ 800. და როდესაც დავაწერე აქ 8, უკვე მივიღე 8 კუთხედი იდეალური, იმიტომ რომ ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია. ანუ მინიმალური რაოდენობა და ყველაზე კარგ ვარიანტში გვჭირდება ზუსტად 8 კუთხე, რომ სმუთის მერე მივიღოთ ესეთი მომრგვალებული ფორმა, ხო? ანუ შეიძლება იყოს ეს 10 კუთხედი, 12 კუთხედი, 14 კუთხედი, ხო? თავარია იდეალური იყოს, ანუ იყოს ეს ტოლი გვერდები, მაგრამ ანუ რაც უფრო მეტ გვერდს ვიღებთ, თქვა 12-ს ან 14-ს ან 16-ს, ცოტა უფრო რთულდება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გვერდი გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ უფრო რთულია, რომ ეს ყველაფერი მივიყვანოთ იდეალურამდე, ხო? აქ ხო ლაპარაკია ასევე კუთხეებზე, ხო? ეს კუთხეებიც ტოლი უნდა იყოს ერთმანეთის, ხო? ასე რომ, ყველაზე მინიმალური და საწყისი ბაზისი შეგვიძლია გავაკეთოთ და დავიწყოთ აი 8 კუთხედიდან. კაი, ავიღოთ ეს 8 კუთხედი, მოდი დავასკეილოთ ესე. და ერთი რაც ვიცით, 300-ს რო ვაჭერთ, აქ უფრო ნაკლებად ეთყობა, მაგრამ გვაქვს რაღაცა ამობურცულები, ხო? ზემოთ. ანუ, როდესაც ცილინდრი დავსმუთეთ ჩვენ პირველ ლექციაში, აი ეს მოდიში ლაპარაკია აი ამ ადგილას, ხო, ამ ადგილებზე. ანუ ერთი რაც ვიცით, რომ აუცილებლად უნდა ჩავსვათ ერთი ცალი edge მაინც აქ გარშემო, რომ როდესაც იცვლება მიმართულება surface-ის 4 კუთხედს, დახვდეს ისე 4 კუთხედი და უკვე სიბრტყეში შეგვიძლია რომ 4 კუთხედს გავყვეს 3 კუთხედი. თუ რაღაცა მოდელინგი დაიწყებთ და დაგავიწყდათ თქვენ აქ insert, ანუ polycylindrით რომ დაგემატებინათ subdivision cups აქ, ხო? აი ნახეთ, მეც უკვე პრობლემა შემექმნა, იმიტომ რომ დავასკეილე, ოღონდ არა ობიექტის მიხედვით, არამედ normal average დღეს კი არა და ამ ლექციებს ვისწავლით. მაგრამ იგივე პრობლემა შემექმნებოდა ეს რომ დამესკეილებინა თქვა world-ის მიხედვით, იმიტომ რომ ამის ტოპოლოგია ძალიან ისე შავად რო ვთქვათ, აირია და ის უკვე ვეღარ ხვდება სად რა არის, ასე რომ აი ამას რო ვამატებ, ხედავთ რა ემართება მას, ხო რაღაცა კრუნჩხვებში ვარდება. ანუ თუ რაღაცა მოხდა და თქვენ ეს გამოგჩათ, შეიძლება მარტივად ამის გამოსწორება და აქ ერთი edge-ის ჩასმა შემდეგნაირად. ანუ თუ insert edge tool-ი აქ არ იმუშავებს, ასევე მინდა გითხრათ, აი ნახეთ, ავიღებ insert edge tool-ს და ხედავთ, რომ ის ვერ ხვდება და ვერ აკეთებს აქ გარშემო ხაზს, ხო? საჭიროა ეს edge-ები ერთმანეთთან დავაკონექტოთ. ანუ connect-ი არის ესეთივე ფუნქცია, რომელიც აკავშირებს edge-ებს ერთმანეთთან. ვთქვათ, თუ მოვნიშნავ ყველა ამ edge-ს, ან უფრო მარტივად თუ მოვიქცევი, ავიღებ vertex-ებზე გადავალ, მოვნიშნავ აი ამ vertex-ს, მოდი ბარემ ქვემოთაც გავაკეთოთ იგივე. მოვნიშნე ისევ ეს vertex-ი. ანუ ვიმეორებ ისევ, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ და აი ამ polycylindrით დაამატოთ subdivision cups-ი, მაგრამ თუ გამოგრჩათ, მაგ შემთხვევას განვიხილავთ. მოვნიშნე ეს ორი vertex-ი და გადავაკონვერტირო ეს vertex-ი edge-ებზე. ანუ ეს vertex-ი არის საერთო როგორც ამ edge-ის, ასევე აი ამ ყველა edge-ის, ხო? ასე რომ კონვერტაციის ღილაკი ვიცით, რომ არის control ღილაკი კლავიატურაზე, დავაჭერ controls, მაუსის მარჯვენა ღილაკს და გამოდის სხვადასხვა კომპონენტების ჩამონათვალი, რომელშიც შემიძლია გადავაკონვერტირო, ხო? შემიძლია face-ებზე გადავიდე ან edge-ებზე, ხო? ანუ რომელი ეს vertex-ი რომელ კომპონენტებსაც აქვს საერთო, ისინი მოინიშნება. გადავიდეთ edge-ებზე. edge-ებსაც, ხედავთ, პატარა სამკუთხედი აქვს, ანუ კიდე ქვედა ნაყოფებია. გადავიდეთ to edge და ზემოთ ისევ to edge. და ნახავთ, რომ ქვემოთაც და ზემოთაც უკვე მონიშნული გვაქვს ყველა edge-ი.
და დავაკონექტოთ ეს ერთმანეთი. ისევ და ისევ edit mesh-ში თუ შევალ და ვიპოვი connect components ან დავაჭერ მაუსის მარჯვენა ღილაკს, რომელსაც მანამდე shift-ი, მარჯვენა ღილაკი და აი აქ ქვემოთ აქ თუ ვერ ნახეთ, ქვემოთ მენიუში ასევე გვაქვს connect components. დავაჭერ ერთხელ ამას და ხედავთ რომ ეს edge-ები დაკავშირდა უკვე ერთმანეთთან გარშემო აი ამ edge-ით, ხო? კარგი, მოდი ახლა დავაექსტრუდოთ ეს და გავყვეთ და მივცეთ რაღაცა ფორმა, ხო? ანუ ძალიან მარტივად გადავდივარ face-ებზე, შემიძლია ეს face-ები მოვნიშნო ყველა, ან ისევ ვიმეორებ, გადავალ edge-ზე, დავაჭერ აი ამ edge-ს ორჯერ, რომ გაყვეს ეს მთლიანად და მონიშნოს ეს ყველა edge-ი, ესე, ხო? და ეხლა ამას გადავაკონვერტირებ face-ებზე და ის მომინიშნავს ყველა აი ამ face, რატო? იმიტომ რომ ეს edge-ები აერთიანებს ამ face, ხო? ეს edge ამ face და ამ face და ნუ ასე შემდეგ. კონტროლი, მაუსის მარჯვენა ღილაკი, to face და ქვემოთ ისევ to face. და ნუ მაქვს, ხო? კარგი, ვაექსტრუდებ, shift-ი მარჯვენა ღილაკი, extrude. ნუ თქვათ, ჩამოვწევ ცოტა ქვემოთ. ან აი ნუ იყოს თქვათ ჯერ ესე. კიდე ერთხელ დავაექსტრუდებ. ან დავაჭერ G ღილაკს, G ღილაკი არის ბოლო მოქმედების გამეორება, აი ნახეთ. ერთხელ დავაჭირე და კიდევ ახალი ექსტრუდი მოხდა ახლა აქ. და შემიძლია ახლა გავაკეთო ის რომ ნუ გავზარდო ეს სიგანეში, ხო? ანუ დავაჭერ ოთხკუთხედს რომელიმეს რომ ეს ჩემი მანიპულატორის შუაში გაჩნდეს პროპორციული სკეილის მანიპულატორი, ხო? ანუ გვახსოვს ერთხელ ვაჭერ ამას. ან თუ ისე მუხტულზე მინდა გადასვლა, ერთხელ უნდა დავაჭირო ის არის, ხო? Scales ვაჭერ და მერე შუაში აქ დავაჭერ ისე და გავავსდი ამას ესე, ხო? კარგი. კიდე ერთ extrude დავაჭერ, ან ისევ J ღილაკს, ჩამოვწევ ამას ქვემოთ, ხო? თქვათ, ისევ scales დავაჭერ, ოდნავ რაღაცა ესეთ საინტერესო ფორმა მივცე, კიდე ერთი G, ჩამოვედი ქვემოთ, კიდე ერთი G, კიდე ჩამოვედი ქვემოთ, დავაჭირე scales, ოდნავ შევამციროთ ეს. აი. ნუ ეს ცოტა სხვანაირია, მაგრამ ნუ რა ფორმაც გაგიხარდებათ, ის ფორმა გააკეთეთ. აი გადავალ object mode-ზე, მოვნიშნავ ამ ჩემ object-ს, დავაჭერ სამიანს და ვხედავ რომ მაქვს უკვე ეს რაღაცა მომგვალებული ობიექტი, ხო? კიდევ რაც მინდა გითხრათ, რომ რეალურად, როდესაც მე სამიანს ვაჭერ, ხედავთ რომ ეს, როდესაც სამიანს ვაჭერ, ხო, ბევრად უფრო მომგვალებულია, ვიდრე ეს, ანუ აქ კიდე ეთყობა რაღაცა ეს ხაზები. ეს ხდება იმიტომ, რომ რეალურად აქ არის დაწყებული მოდელინგი ბევრად უფრო მეტი face-იდან, ასე რომ სამიანს რო ვაჭერ, ეს face-ები იყოფა კიდევ უფრო მეტ face-ებად, ვიდრე ეს. ანუ აქ არ არის საკმარისი იმდენი face-ი, რომ ეს მომგვალება გადმოვცეთ, ხო? თუ გვინდა რომ ეს subdivision-ები ავწიოთ, როდესაც სამიანს დავაჭერმე, ხო? უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად. ერთი, როდესაც სამიანს ვაჭერ, ვიცით რომ ეს არის ვირტუალური მომგვალება, ესე დავარქვათ. ანუ სამიანს რო ვაჭერ, ხდება ამის smoothing-ი, მაგრამ ნუ რეალურად face-ები აქ არ ჩანს, ხო? ანუ თუ face-ზე გადავალ, შემიძლია ეს მთლიანი face-ი მოვნიშნო, მაგრამ რეალურად ვიცით რომ აქ face-ები ბევრად მეტია, ვიდრე ეხლა ვხედავთ აქ, ხო? ანუ თუ მინდა რომ რეალურად დავსმუთო, ანუ უკვე მართლა ის face-ები გადავაქციო ბევრ face-ებად, ხო? უნდა მოვიქცე როგორ ნახეთ, ვაჭერ. შედივარ edit mesh-ში და აქ არის smoothie. რომელიც ისევ რა თქმა უნდა ვეძებო, იმიტომ რომ გადავეჩვიე ამ მენიუში მუშაობას. და ის არის სადღაც. შეიძლება mesh-იც არის. მართალი რო გითხრათ. ეს mesh-ი ყოფილა, ხო, რადგან გლობალურად ეხება მთელ mesh-ს, რა თქმა უნდა mesh-ი იქნება. ანუ შევიდეთ mesh-ში და მოვნახოთ აი აქ smoothie, ან ისევ shift-ს ვაჭერ მარჯვენა ღილაკს და ქვემოთ აი აქ გვაქვს იგივე smoothie, ხო? ანუ ისევ shift-ის ღილაკის დახმარებით ვიყენებთ აი ამ ბრძანებებს, რომელიც ნუ იგივეა ზუსტად რაც აქ არის გააჩნია, რა გვაქვს მონიშნული. და ვაჭერ smooth-ს ერთხელ და ხედავთ რომ ის გადაკონვერტირდა და გახდა უფრო მეტ პოლიგონებიანი, ხო? მაგრამ რეალურად მე მინდა რომ ამ smooth-მა უფრო მეტ პოლიგონებად დაყოს ეს სათითაო პოლიგონი, ხო? ამისთვის ვიცით რომ რადგან ეს რაღაცა ბრძანება შევასრულე, ის ნოდის სახით არის მიბმული ახლა ამ ჩემ ობიექტთან
და ის შემიძლია ვიპოვო ისევ თუ მივალ აქ, ან მოვქეკავ აქ ატრიბუტ ედიტორში, მაგრამ მარტივია თუ მოვალ აქ input-ებს. აქ ხედავთ არის ყველა ჩემი ბრძანება, ექსტრუდები, რაც გავაკეთე და ბოლოს არის poly smooth face, ვაჭერ 4 კუთხედს აქ. და აი აქ ხედავთ არის division levels, რომელიც არის 1-იანზე დაყენებული. 3-იანს როდესაც მე ვაჭერ და რომ ვეძახით virtual smooth-ს, იქ default-ად აყენია 2-იანი, ანუ ბევრად მეტ პოლიგონს მიკეთებს, ვიდრე ეხლა აი ეს რეალური smoothing-ი, ხო? ასე რომ მოდი ავიღოთ და ჯერ დავიყვანოთ 2-იანზე, ხო? ანუ ხედავთ ბევრად უკეთესია, აი თუ მოხსნი მონიშნას, ხო? და ხედავთ რომ ზუსტად იგივე შედეგამდე მივედით, რაცაც გვაძლევდა 3-იანი, მაგრამ უკვე ეს face-ები არის დაყოფილი ბევრ face-ებად, ხო? კარგი. თუ ავიღებ ახლა და გავსდი ამას 3-იანზე, ისევ input-ში შევალ, poly smooth face დავაჭერ, ისევ გავხსნი და გავსდი ამას 3-ზე. ხედავთ რომ უკვე ბევრად უკეთესი შედეგია. ანუ რაც უფრო მეტი პოლიგონია, უფრო მარტივად განმომცემს აი ამ surface-ის ამ ზედაპირის სიგლუეს, ხო? კარგი. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ ახლა რომ აი ეს smoothing-ი უნდა გააკეთოთ და გამოიყენოთ იმის მერე, რაც ჩასვავთ control edge-ებს. ანუ მე აქ უკვე ახლა control edge-ის ჩასმით ვერ მივაღწევ იმას, რომ აი ეს edge-ები, რომელიც არის ახლა გამომრგვალებული იყოს მახვილი, ხო? ასე რომ მოდი გავაკეთოთ შემდეგი რამე. წავშალოთ ეს smooth face-ი, smooth-ი, რაც გავაკეთეთ. მივალ აი აქ, მოვდივარ poly smooth face, გავხსნი 4 კუთხედით აი აქ, ხო? ან ეს node მაქვს და მე მინდა რომ ეს node ამოვაგდო ჩემი ჰისტორიიდან, რომ დავბრუნდე ისევ უკან, საიდანაც დავიწყე, ხო? როგორ უნდა გავაკეთო? გახსოვთ ლექციაზე ერთხელ უკვე ახსენი, გავიმეოროთ. მოვდივარ, ვაჭერ აი აქ ქვემოთ 3 ღილაკიდან selects. Select-ი, ნახავთ რომ ამას მოიხსნა მონიშნა, იმიტომ რომ რეალურად მოინიშნა სისტემაში აი ეს node, სადაც ის არსებობს. ამის შემდეგ, როდესაც დავაჭერე მე ამ აქ selects, შემიძლია დავაჭირო delete ღილაკს და ხედავთ რომ ის node წაიშალა, აღარც არის ჩემს ჰისტორიაში. აღარც არის ჩემს ჰისტორიაში, ხო, უკვე მარტო ექსტრუდები მაქვს. და დავბრუნდით უკან. მოდი ხა ჩავშალოთ control edge-ები. ანუ ისე insert edge ლუპტული shift-ი, მარჯვენა ღილაკი insert edge ლუპტული. და დავსვათ control edge-ი, ხო, თქვათ, აი აქ. რადგან აქ უკვე 4 კუთხედები გვაქვს, აქ უკვე შემილია insert edge ლუპტულის ჩასმა, ნახეთ. ანუ აი აქ თუ მინდა რომ შემოვარტყო კიდე ერთი edge-ი, მიხედავთ არ მუშაობს, მაგრამ ამის ქვემოთ, სადაც 4 კუთხედები მაქვს, ის იმუშავებს. დავსვათ თქვათ აი აქ. თქვათ აქაც დავსვო. ანუ ეს კუთხე რო შევაკავო, პრინციპში რაც მეტი არც მინდა მგონი არაფერი. კაი. Object mode-ზე გადავალ, მოვნიშნავ, დავაჭერ 3-იანს და იხედავთ უკვე რომ ეს ასე ვთქვათ, აქ უკვე მახვილი კუთხეები და ახლა უკვე შეგვიძლია თამამად რეალურად დავსმუთოთ, დავაჭერ shift-ს მარჯვენა ღილაკს, გადავდივარ smooth-ზე, smooth-ა, ხო? ამის შემდეგ მინდა რომ გავწართო დეტალიზაცია, მოვნიშნავ, შევდივარ input-ებში, poly smooth face ვაჭერ აქ 4 კუთხედს და division-ებს გავსდი, აქ თქვა 3-ზე, ანუ 3-ზე. ოკეი? და უკვე მივიღე ის რეალურად რაც მინდოდა, ხო? ეხლა როდესაც უკვე მაქვს ის გაკეთებული, ხო? აქ უკვე შემილია გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ცილინდრზე, თქვა რაღაცეები შევწიო შიგნით და ანუ გამოვიყენო ყველა ის ტექნიკა, რაც გამოვიყენეთ იმ ცილინდრზე, რომელიც სადღაც გაქრა. აი ესენი აქ არიან. ნუ აი ესე შევწიო შიგნით რაღაცა, ჩავსვა control edge-ები და შემდეგ უკვე გავაკეთო იქაც ესეთი მახვილი კუთხეები. აი ამით მოვრჩეთ ესეც და შემდეგ ლექციაზე უკვე ნახოთ თუ როგორ შეიძლება გავაკეთოთ აი ესეთი ნახრეთი და საერთოდ პრინციპში შეგვიძლია მივაბათ ასევე აი ამის მოდელინგიც, ხო? კარგი, დროებით.